პროევროპული საპროტესტო აქციებისას ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი მოსამართლე ჯვებენ აჭყებიამ გამოაცხადა. ჩეჩინს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის ფლობაში ედებოდა ბრალი. ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკი აქციებში მონაწილეობის გამო ჩაუდეს. განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. მას შემდეგ, რაც ჯვებენ აჭყებიამ განაჩენი გამოაცხადა, დამსწრეებმა და შენობაში მყოფებმა უკმაყოფილება გამოთქვეს. მანდატურის თანამშრომლებმა რამდენიმე მათგანს ძალის გამოყენებით შენობა დაატოვებინა. განაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლე ჯვებენ აჭყებიამ ბრალდებული საბოლოო სიტყვა მოისმინა. როგორც ჩეჩინმა თქვა, ის არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონოდა მოტივი იმისა, რომ მისი თავისუფლება შეეზღუდა. ის არ გამორიცხავს იმასაც, რომ რუსეთიდან იყო დიდი ზეწოლა მეტი პრობლემა შექმნილიყო. როგორც ჩეჩინმა პროცესზე თქვა, მისი უფლებებისთვის ბრძოლას გააგრძელებს. მან ასევე მისი დაკავების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ დაკავებისას პოლიციის მოქმედება არაკანონიერი იყო. ბრალდებული გამოეხმაურა საქმეში ერთადერთი ეგრეთ წოდებული ნეიტრალური მოწმის თარჯიმნის საკითხსაც და თქვა, რომ თარჯიმანი შორენა ტაბატაძე პირველივე წუთიდან ისე იქცეოდა როგორც პოლიციელი. მისი თქმით, ის პროცესზე ცრუ ინფორმაციას იძლეოდა. ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს, როგორც ყველა უსამართლო ბრალდებული. 9 თვის განმავლობაში ვერ პოულობდი ადგილს ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა მოტივი იმისა, რომ ჩემი თავისუფლება შეეზღუდა. არ გამოვრიცხავ იმას, რომ რუსეთიდან იყო დიდი ზეწოლა, მეტი პრობლემა შექმნილიყო. საქართველოში მმართველი პარტია არის ძალიან არასტაბილურ მდგომარეობაში. მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იყოს რეპრესიები. ამას მოწმობს დღევანდელი მდგომარეობა, როგორიცაა ნარკოტიკების ჩადება. ეს სხვა ქვეყნებშიც არის გავრცელებული, სამწუხაროდ საქართველოშიც. ჩემი ქურთუკის ჯიბეში არაკანონიერად იყო აღმოჩენილი ნარკოტიკები. ნარკოტიკებთან არანაირი კავშირში არ ვიყავი. პოლიციამ ძალადობა გამოიყენა, რომელიც არ იყო საჭირო. სინამდვილეში კი ეს ჩემი დაშინებისთვის გააკეთეს. თარჯიმანი შორენა ტაბატაძე პირველივე წუთიდან ისე იქცეოდა როგორც პოლიციელი. ჩემთვის რომ არ ეთქვათ, რომ ის იყო თარჯიმანი, მე ვიფიქრებდი ის არის პოლიციის თანამშრომელი. შორენა ტაბატაძეა ჩემ საქმეში ნეიტრალური მოწმე. ის თუ ინფორმაციას იძლეოდა. გამოძიებამ ვერ და არ დაადგინა, როგორ იყო შეძენილი ნარკოტიკული საშუალება და საიდან აღმომაჩნდა. მასზე ჩემი თითის ანაბეჭდები არ იყო და ვერც იარსებებდა, რადგანაც პაკეტი, რომელიც ჩემი ჯიბიდან ამოიღეს, მე ხელში არ მჭერია. ანტონ ჩეჩინი რუსეთის მოქალაქეა. საქართველოში ის რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩამოვიდა. ყავს ქართველი მეუღლე, რომელთან ერთადაც თბილისში მიმდინარე პროევროპულ აქციებში აქტიურად მონაწილეობდა. მას რუსეთში ხელისუფლების საწინააღმდეგო არაერთ აქციაში მიუღია მონაწილეობა. ეხმარებოდა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის. 2024 წელს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა ჩეჩინის უფლება დაარღვია, როდესაც ის საპროტესტო აქციაზე უკანონოდ დააკავა და მისთვის 4000 ევროიანი კომპენსაციის გადახდის ვალდებულებაც დაუდგინა. ანტონი საქართველოში რუსეთიდან, კერძოდ ციმბირიდან ჩამოვიდა. მას შემდეგ, რაც მისი ქვეყანა უკრაინას დაესხა თავს. ის ომის საწინააღმდეგო არაერთ აქციაში მონაწილეობდა რუსეთში და დევნიდნენ, რის შემდეგაც მან სამშობლო დატოვა. ჩეჩინი საქართველოში 2024 წლის 3 დეკემბერს თავის საცხოვრებელ კორპუსთან დააკავეს. საქმეში არ არის მისი ჩხრეკის ამსახველი ვიდეო მასალა. თავად ჩეჩინი ამბობს, რომ ნარკოტიკები პოლიციელებმა ჩაუდეს და რეალურად აქციებში მონაწილეობის გამო დააკავეს. მოსამართლეს ხვდა რაიმე სახის დასაბუთება არ მოგისმენია, თუმცა როდესაც ჩავიბარებთ განაჩენს ბუნებრივია, რაღაც სახის დასაბუთებას მაინც ვიხილავთ, შეიძლება ყოველ შემთხვევაში სასამართლო რო ესე წარმოაჩინოს და სავარაუდოდ მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, რომ ის პიროვნება, რომელიც 6 წელია თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან, 6 წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად დღეში არაერთხელ იღებს მონაწილეობას სხვა საგამოძიებო მოქმედებებში და იცნობს ყველა ფიგურანტ და მათ შორის არაფიგურანტ გაუმძიებელებს და დეტექტივებს. ეს პიროვნება თარჯიმანი სავარაუდოდ სასამართლომ მიიჩნია ნეიტრალურ პირად, რაზეც ჩვენი პოზიციით მათ შორის დასკვით სიტყვაში, მათ შორის მთელი სამართალწარმოების პროცესში ჩვენ ამაზე ვაპელირებთ, რომ რეალურად შეუძლებელი არის ამგვარი მოწმის ნეიტრალურ პირად განხილვა, მოწმის, რომელსაც აკავშირებს ახლო ურთიერთობა
თითოეული ადამიანთან ვის სახელები და გვარებიც გაჟღერდა. 2024 წლის დეკემბერში დაკავებული დემონსტრანტებიდან ნარკოდანაშაულის ბრალდება რამდენიმეს აქვს. მათგან ორი გიორგი ახობაძე და თედო აბრამოვი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულო ცნო. განაჩენს ელოდება ნიკა კაციას სასამართლომ თითქმის დაასრულა ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის საქმის განხილვა და მოსამართლემ გადაწყვეტილება შესაძლოა 12 სექტემბერს გამოაცხადოს.